მთავრობამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ცვლილებები ამის შემდეგ უკვე პარლამენტს გადაეგზავნება. იუსტიციის სამინისტროს აქვს ინიციატივა, რომ ამუშავდეს სისტემა, რომლითაც 3 წლიანი გამოსაცდელი ვადი დანიშნულ ახალ მოსამართლეებს ყოველ წელს 2 შემფასებელი შეაფასებს. მთლიანობაში 3 წლის განმავლობაში დადებენ 6 დასკვნას, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ, მიანიჭებენ თუ არა მოსამართლის მანტიას გამოსაცდელი ვადი დანიშნულ წევრებს. კრიტერიუმები იქნება როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე. მოსამართლეები შეფასდებიან 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ყოველ წელს 2 შემფასებლის მიერ, მთლიანობაში 3 წლის განმავლობაში 6 შეფასება და დასკვნა დაიდება და ამ 6 დასკვნის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2/3 ხმების უმრავლესობით გადაწყვეტს, არის თუ არა ესა თუ ის ახლა დანიშნული გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის მანტიის ღირსი. კრიტერიუმები არის როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული.